სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. მადლობა უფალს დღეს უკვე მე რამდენი წირვა შევწირეთ იოანეს იგივე ლაშას სულისათვის და ძალიან დიდი ნუგეშია ეს მისთვის და ძალიან დიდი ნუგეში არის თქვენთვის. მე თქვენ პირველად ხედავთ ლაშას დედას და მე მინდა გითხრათ რომ დედაღვთვისმშობელმა თავისი ძე ან უფალი ჩვენი იესო ქრისტე გარდამოხსნის შემდგომ რაც შვრიდან გარდამოხსნეს ჩვეულებრივად დედობრივად დაიტირა ჩვეულებრივად. აი თქვენ ალბათ დიდ მარხვის პერიოდში მე ჩაერთვებით აი ამ ლიტურგიულ მსახურებებში და ერთი დღე არის და ერთი მსახურება მოკლედ ესეთი რომელსაც ქვია დატირება, გოდება ღვთისმშობლის იკითხება. აი ეს რომ მე ყოველთვის მეუბნები ხოლმე მრევლსო ყურადღებით მოისმინონ ეს დატირება, იმიტომ რომ იქ აი შვილგარდაცვლილი დედები აი ხედავენ რომ ჩვეულებრივად დედა ტირის, მაგრამ ეს დატირება ბოლო მუხლები არის ესეთი, საკმაოდ ვრცელი ჰიმნოგრაფიული საკითხებია და ბოლო მუხლები არის ესეთი რომ აი სიტყვები ზუსტად რომ გავისმენთ რომ არამედ ჰოი ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო ვით არც აღმითქო აღდეგ და გამომიშტი ჩვენ. ესე იგი ეს დედობრივი დატირება მთავრდება მართლმადიდებლური სარწმუნოებით. თქვენ ალბათ ლოცვებს კითხულობ და დილით მწამს რო ვკითხულობ ჩვენ მწამსი მთავრდება ესეთ სიტყვებით მოელი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისამი საუკუნისას. მე მინდა ნუგეში გითხრა თქვენ მაგრამ ნუგეში მე არ მაქვს, არავის არ აქვს, ადამიანს არ აქვს, ეს არის სიტყვა რომელიც არის მართლმადიდებლური მოძღვრება. შესაბამისად მე გეტყვით იმას, რასაც გვეუბნება ეკლესია, რასაც დღეს განუგეშებთ თქვენ წმინდა ეკლესია. ეს არის პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ წერილი, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ და ესე იგი ყველაზე დიდი ნუგეში ახლა რატო გითხარით აი ეს მაგალითი ღვთისმშობლის რომ ყველაზე დიდი ნუგეში არის მართლმადიდებლური სწავლება, რომ ჩვენ აღდგომას მოველით მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისამი საუკუნისას. აქ არის წუთი სოფელი, იქ არის მერმისა მას საუკუნო, ანუ მარადიული. და რას გვეუბნება პავლე მოციქული? აჰა ესე რა საიდუმლოსა გითხრობ თქვენ. აი მოციქულია ეს პავლე მოციქული, რომელიც თავის დროს როგორც მე თქვენ გელაპარაკებით, ელაპარაკება, ოღონდ მაშინ ეპისტოლარული ურთიერთობა იყო, შორს იყო და წერილებს წერდა ხოლმე. აიო საიდუმლოს გითხრობთო, ეხავ და მომისმინეთო ეუბნება. ყოველთავე უკვე არა შევისვენოთ, ხოლო ყოველივე განვახლდეთ. ესე იგი მეორედ მოსვლაზეა საუბარი. ზოგიერთები ცოცხლები ვიქნებითო, მაგრამ მოხდება განახლება. რას ნიშნავს განახლება? მეხსაშინა წამსა თვალისასა უკანაისყელი თამის საყვირით, არამეთო საყვირსა დაეცეს და მტარნიგი აღდგენ უხსნელი და ჩვენ განვახლდეთ. რას ნიშნავს? ესე იგი ქრისტე რომ იშვა ჩვეულებრივი ბუნება შეიმოს ადამიანური, აი ჩვეულებრივი როგორც ჩვენ. მაგრამ აღდგომის შემდგომ, როდესაც ერთ-ერთი მენელსაცხებლე დედა მივიდა მასთან დედა და უნდოდა რომ შეხებოდა, მაცხოვარი ეუბნება რომ ნუ შეუმეხები მე. იმიტომ რომ ეს უკვე ის ხორცი აღარ არის, რომელიც იყო აღდგომამდე. და ზუსტად ამას გვეუბნება პავლე მოციქული რომ ესე იგი მკვდრები ვინც აღდგებიანო, ისინი უკვე განახლებული, ანუ უხსნელი ხორცით იქნებიან. აი ჩვეულებრივად დაბრუნდება სული თავის ხორცში. ახლა თქვენ თუ ამაში ეჭვი გეპარებათ და ეჭვი ყველას ეპარება ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ სარწმუნოება უხილავია. სარწმუნოება არის უხილავის რწმენა. ამიტომ უხილავი რომ არის ჩვენ რომ ხორცში ვართ გვიჭირს ეს მეტნაკლებად, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი სარწმუნოება ეს არის. ჩვენი დიადი სარწმუნოება ეს, რომელიც ამ ხელა ნუგეში გვეუბნება. ნუ ისინი განახლდებიან, იქნებიან უხსნელი და ჩვენ ანუ ისინი აღდგებიან და უხსნელი იქნებიან და ჩვენ განვახლდებით. რას ნიშნავს ჩვენ განვახლდებით? აი ჩვენი ხორცი, რომელიც არის მოკვდავი და ხსნადი,
გახდება ასევე უხსნელი, როგორც ქრისტე აღდგომის შემდგომ. და იქნება მარადიული. ღმერთს ადამიანი მოკვდავი არ შეუქმნია. ცოდვის მერე შემოვიდა სიკვდილის სოფლად და რამე თუ ჯერ არსო, ანუ უნდა მოხდეს ესო ხსნილის ამის შემოსად უხსნელება და მოკვდავის ამის შემოსად უკვდავება. და უყურეთ ბოლოს რას ამოხოლ რაჟამს გახსნად მან ამას შეიმოსოს უხსნელება და მოკვდავ მან ამას შეიმოსოს უკვდავება, მაშინ აღესულო სიტყვა იგი წერილის, აი დაინთქა სიკვდილის ძლევითა. ანუ დამთავრდება სიკვდილი. ნახეთ, ჩვენ ქრისტეზე როგორ ვამბობთ, უყურეთ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი. და ბოლოს, როდესაც ყველანი აღდგებიან და მათ შორის თქვენი შვილის და ყველანი, ხო, სიკვდილი აღარ იქნება. დაინთქმება, აი წინასწარმეტყველებას ამბობს, რომ ეს ახსრულდება ეს წინასწარმეტყველება, რომ დაინთქა სიკვდილის ძლევითა. ანუ როგორც დაითრგუნა ქრისტეს აღდგომით სიკვდილი, აი ესე საბოლოოდ დაინთქმება და დასრულდება სიკვდილი და სხვა წერილი არის კიდევ თესალონიკელთა მიმართ პავლე მოციქული, სადაც პავლე მოციქული ბოლოს სიტყვებს ესეს ამბობს, რომ და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდეთო. აი, იცით, აი თქვენი მონატრება, თქვენი წუხილი უნდა თქვენ უნდა შეძლოთ, თქვენ უნდა იბრძოლოთ ამისთვის, რომ გადავიდეს აი ამის მოლოდინში. გესმით, აი იმის მოლოდინში, რომ ჩვენ ყველანი ავდგებით, განვახდებით და ყველანი ერთად ვიქნებით. ოღონდ ერთად ვიქნებით თუ ვიქნებით უფალთან. ჩვენც და ისიც. თუ ის უფალთან მოხდა და თქვენ არა ვერ იქნებით ერთად. ან თქვენ თუ უფალთან მოხდით და ის არა ვერ იქნებით. ყველა უნდა მოხდეთ ერთად და მე მინდა დაგლოცო თქვენ, რომ თქვენი ცხოვრების აზრიც ეს იყოს ამ წუთის სოფელში, რათა შევერთოთ მარადისობას და მარადისობაში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოთ. ამინ.